სალამი ჩემო ძმა. ეიცო მწერენში. პაბლო. იმენა იმ ფეზმანზე ხარ ჰავანა მინდა წაგიყო ანუ და გაკოლაო. მიჭახუნაში. მან თარტი. მასაჟები გაგიკეთო. როგორ ახართ მეგობრებო, გამარჯობათ ყველა თქვენს წინაშე წავდგებით წინა გათამაშებაში, წინა თამაშზე. მაგარი მაგრამ რა უშავს. იმედია დღეს არ შემარცხენს, იმიტომ მე რომ ხედავს პირისპირ უზივან მაგბებს ვერ აკეთებს ეშინია ჩემ. მე დავფის დავიცის. ესეთი შემოთავაზება, მაგრამ რჩება ჯერ აქ. იქაც უნდა ვთქვა რა. მაგრამ ანკაც დადეთ რა. MVP-ს მე არ გავხდები MVP, დღესაც ვიყევებ. MVP არ მინდა გავხდე, მაგრამ MVP ვინც არის გამხდარი უკვე, უეჭველი 100%-იანი ვერ მოიგებს, ყველა მიცის მაგი, ანუ უეჭველი არაფერი არ ხდება და 10,000 ლარს ვაძლევ პირადად, რომ მომცეს თავისი MVP საგზური რა. მე მგონი იდეალური შემოთავაზება არის. Instagram-ზე მომწერეთ MVP-ებო, ვისაც გინდათ 10,000 ლარში ვინწყიდით თქვენ MVP-ს რა. სრული სერიოზულობით ვიძახი ამას. დესი ტიში ლარს ვიხდი მაგაში. მე ვერ მივხვდი, ვინც MVP-ა გავხდარი ბან. ხო, იმან მომცეს 10,000 ლარად რა. ვინც არის გამხდარი? აი კოპალა ხო არის MVP. ხო. 10,000 ლარს ვაძლევ და მე მივდივარ სიცელიაზე. Adios. დღევანდელი ჯითოს კოდის თემა არის ტიტანიკი. ტიტანიკი ის არა, ლეონარდო დიკაპრიო რო თამაშობს? ტიტა რომ გენს. ჩაიძირა. შვაზე გადაწყდას და ხალხი ცვიოდა. მაგაზე გადავობა, შეიძლება ხალხი ცვიოდა ოდიაში. კინოში შეჩერა. ფილმში ხო რას გახარ ნახმარ, ძალიან ბევრი ადამიანი და ისე რო ქონდეს შანსი და რო იცოდე რომ ტიტანიკზე ანუ როზას ერთი თუ კაი რა ერთი წუთი ამოჭერა. ერთი წუთი რა ბიჭო რას გეუბნები ჩემი დედავატირი. ანუ მადროვე რა რო ქონდეს იმის ანუ რო იცოდე გენული იქნება ხაი როზა. მაგრამ მაი გადარჭა. თუ ეს მეგობრებო 40 წლის ასაკში ეთყობა კაცები ზოგი ერთი ისეთ ვითარებაში არიან გაყინულ სკუმბრიასაც გაუყრიან რა ვიცი რა აზრები და სკუმბრია ფხიანია ძმა მომისმინე ანუ თვითონ კამბალაა გასახვალოაჯვა ვიცი ხო კამბალაა კაი წელია შეჩემო მომისმინე რო გქონდეს რო იცოდე რომ ტიტანიკი ჩაიძირება და სამოგზაუროდ შევთან ერთად წამოხვიდოდი ტიტანიკზე და რო იცოდე რომ ესე გადაწყდება ჩაიძირება დაიძირება წამოხვიდოდი? შენთან ერთად? საცხა გინდა ძმა. მოდა ჩემი ჩაარტყელი. შენი რა თემა არის? ჩემი თემა ია პატო, ასე წერია პირდაპირ. მე იმპერი ბედი მაგ. ხამის ქოთანი, ანუ გარშოკის ბიზნესი რო დავიწყო, ბავშვები მოჯმას შეწყვეტენ. ხამის ქოთანს ხმარობდი ბალნობაში? სამქონდა შეშემო 90-იანების ვიყავ ყაზი. 90-იანებში. სანაზმა, არაზმა არ იყო ძმა გარშოკი. გარშოკი ყველა შესანახად ძმა. ჩემ დროს ემალის გარშოკი იყო. აი ვაპიპინებდი. ისე ემალი რო ტყდება რა ფეც კაპუნობს. მაგის გარშოკები იყო. გარედან ყვავილები ხადა, ზოგ ჩაინიკები. ისე დამოღამული ქონდა? ხამის ქოთანზე რო იჯექი და ყვებდა თითქოს იწავდი ზევით, იმიტომ ვაკუუმი იქნებოდა ში. მოგესალმებით, მე ვარ კოპალა და მე მგონი MVP ვარ, იმიტომ რომ დღეს საღამოს დამთავრდება MVP-ს და ძალიან ბედნიერი ვარ რა. ეს კაც არ ვინ არის? გამარჯობა. მე ვარ ავთო მეგრელიშვილი, გათბობა გაგრილების კომპანია Celsius-ის მარკეტინგის მენეჯერი. როგორ ხარ? კარგად ვარ, შე როგორ ხარ? მე მცხელა ძალიან. მე არის ყველა მცხელა. სადუნა მოგმართვა არიცი? კი და მე სხვათა შორის ვიცი რომ თქვენი კონდიციონერები არის ერთადერთი კონდიციონერი რომელსაც შეუძლია რომ ტელეფონიდან მართოთ ხო მე რაღაცა ნუ შეიძლება ერთადერთი არის მაგრამ ლიდერებში ვარ კი ბატონო ანუ ეხლა მე რომ სახლში უნდა მივიდე და რომ მამაჩემს რო ეგ კონდიციონერი ჩართე არ დაჭირდება ეგ არის შენი მარტივად ჩართავ ძალიან კარგი ფასები არის რა მაგარი პრომოკოდს გამოიყენებთ მაფიას შეგიძლიათ მიიღოთ უფრო კარგი ფასი და ეხლა მე და სლენდერა მოვედით და კონდიციონერი რო გათიშა მანქანიდან გარეთ გადმოვედით ეგრე უფლი წავმევიდა ეგრე რა აი ამ კონდიციონერები ვიყიდეთ მე უეჭველი უნდა ვიყიდო შენ იცი რომ დღეს თუ MP გახდი 26-ში სიცილიაზე მოფრინაო სიცილიაზე ძალიან კარგი ეს ანუ ყველა ჩვენი ბილეთისაც ჩვენ თვითონ ვიხდით და ჩემს ანგარიშს ჩაგიდეთ და იქ შეგიძლიათ ჩარცხო ანუ მაყურებელიც ვარ ეხლა თქვენ ძალიან დიდი ხანია გიყურებთ მომწონს თქვენი შოუ და რავი გულშემატკივრობთ რა იმედია არ შევწყვები რა და როგორც რო უყურებ ხოლმე დამწყებები რო არიან და რომ ამობ ეს რატომ მოიწვეთო იგივე სარიფიქრებად ეხლა ჩემს მაგას იმედი არავინ იძახით მეგობრებო იმიტომ რომ
მე სუდია რა. სუდია პასუხობენ ხოლმე. ჩვენ კი არა, თვითონ ხალხი პასუხობს მაგას სუდად რა. ანუ იდეაში ვიღაც სტუმარი რომ მოდის და იმას კომენტარებში უწევს რომ აი ეს რატომ მოიყვანეთ. ეგ მგონია რომ მაგას ვინც წერს ჩვენი გადაცემა დიად არ უყვარს რა, იმიტომ რომ მაგას რო სხვა დაინახავს, აი ეხლა მე რო შენ გეუბნები რომ მოდი გადაცემაში უნდა მოგიყვანო, შენ ხო იმ ვიდეოებს ნახულობ რა, კომენტარებსაც ხო ნახულობ და ეხლა რო ხედავ რომ შეიძლება ვერ ითამაშო და რაღაცა მე ცუდად წერენ კომენტარებში, შეიძლება მე თავი შეიკავო მოსვლაზე რა, ამიტომ მოდი ეგეთ კომენტარებს თავი დაანებით რა. გაიმოდი ეხლა დღევანდელი ჩვენი ჯითუს ხუდის თემა იქნება, სხვადასხვა მე რამდენჯერაც რა აი ეს რაღაცა გრძელია, მოიცა. ეს კალიების შემოსევა. საშინელება. კონდიციონერში ჭედავს ეგრევე რა. საშინელება. კალიების შემოსევაზე სხვათა შორის მახსენდება ეგეთი რაღაცა რომ სოფელში ვიყავი რა. და ნუ ეხლა სოფელში ხო იცი ჭრიჭინები რაღაცა ის და ანუ მე პირველ სართულზე ჭრიჭინების ხო. მე მაგითი ვიძინებ. ჭრიჭინების ხო აი წარმოვიდგინე რომ ეხლა ბინაში რო ხარ და ყურსასმენებში ჭრიჭინების ხო აღარ ჩართული და ეს რო გზინო. კაროჩი პირველ სართულზე მძინავს რაღაცა და მაშინ იყო ფაროსანები, კალიები არ იყო, ფაროსანები იყო რა და მოკლედ გავიღვიძე რაღაცა ის და ჯიბეში მგონია რომ ხურდები მიყრია რა. რაღაცა ხრაჭუნებს რაღაცა ვიქ ჩავიყავ ხელი და აი 5 ფაროსანა ამოვიყვანე რა. ზოგადად გავხსნა მართლა. ანუ ხურდა მეგონა, ფული მეგონა და ფაროსანის მართლა ნამდვილი ისტორია მეგობრებო. რაღაცა მეთქი ვა ფული რატომ მაგე რაღაცა ფაროსანები ამოვიღე რა. ეს მისით მოხდნენ მან? ხო ანუ გაფენილი იყო შავი. ეგრე ვაფენ სოფელში. სილიკონი. სილიკონის რა? ყური. სილიკონზე რა შეიძლება რომ ითქვას? სილიკონი. ქვე ძუძუები პირდაპირ არ თუნდა. სილიკონის მკერდი. როგორ მისაღებია თქვენთვის სილიკონის მკერდი? მე რომ მქონდეს როგორც გაინტერესებს რა, რო მქონდეს სხვას რო მქონდეს რო უყურო, როგორც გირჩევნია. აი არ ვიცი ხა. ეგო თან მარტო მკერდზე არის სხვა ადგილებში სხვა. სხვაგანაც ის სხვა. მე არ გავიკეთებ რა, მაგას მეკითხები. ხო და რავი ხა ვიღაცებს ვიცი რომ კომპლექსები აქვს რაღაცებს და ხა თუ მაგ კომპლექსს რაღაც მოგვარების ერთ-ერთი და ბოლო გზა არის რომ სილიკონი უნდა იყოს მე რა შემადადებს. გამაგიეროთ სურვისთვის არის კარგი. სურვისთვის? კი, კი. არ ჩაიძირები? არ ჩაიძირები ხო. ზუმზელოთ სურა და ზუმზელები როზე ვიდეო. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი. ხალხი რატომღაც კორძაძეთი მიცნობს მარტო და გიორგი კორძაძე დღეს აღარ ვიცი უკვე მე რამდენად ვარ და ძალიან მიხარია ყოველთვის როცა აქ მოვდივარ ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ჩემთვის საყვარელი ჰობია მაფია და საყვარელი ადამიანების გარშემო ძალიან კარგ კონტენტს უწყობ ხელს ჩემი აზრით ასე რომ იმედი მაქვს საინტერესო თამაში იქნება მე ვარ ანი და ვარ მოცეკვავი და მე რამდენი ვარ მაფიაში აღარ მახსოვს მაგრამ მიხარია რომ ვარ კიდე ერთხელ და იმედი მაქვს ერთხელ გავხდები MVP იმიტომ რომ ჯითუსთვის პირობა მაქვს მიცემული რომ თუ სიცილიაზე წავალ მეც სპონსორს ვუშოვი რომელიც ჯითუს ჩაცმულობაზე ისრუნებს ძალიან ესე ვთქვათ დღეს პოდკასტები ხო ძალიან სუჩი არის რა. ხო და მე მინდა რომ რამოდენიმე კითხვა, ანუ შენი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრისთვის მე რო კომენტარებს უყურებ ხოლმე, ბევრისთვის ძალიან საყვარელი მოთამაშე ხარ რა. და მართლა კარგად გამოგდის მაფიის თამაში, ვფიქრობ რომ ემოციურად, ანუ ზოგადად იცი რა არის, არ გამოყოფ ქალებზე კაცებს, მაგრამ ზოგადად ემოციურად ძალიან უჭირთ ხოლმე, აი ვინც თავიდან მოდის, რაღაც თავისი ტყუილების დამალვა რა და შენ აი თავიდანვე კარგად გამოგივიდა რა. ხო და შენი გადმოსახედიდან მაინტერესებს რაღაცები, აი მაგალითად რომელი არის თუნდაც საყვარელი როლი, ანუ ვისთან ერთად უფრო გზიამონებს თამაში, აი მაფია რო იყო, ვინ იქნებოდა შენთვის იდეალური პარტნიორი და რაღაც 1-2 სიტყვით რო გითხრა, სანამ ჯითუს ქუდის თემებს ამოვიდეთ. ოკეი. ჩემი საყვარელი როლი არის მაფია. ძალიან მიყვარს მაფიოზი რო ვარ, იმიტომ რომ პირველად როცა ვითამაშე მაფიაში, რომ მაფია ვითამაშო, არ ვიცი ამჯერად იქნება თუ არა, მაგრამ როდესმე როცა იქნება და კარგად ვითამაშო და შეცდომების გარეშე, იმიტომ რომ ბევრჯერ ვითამაშე და მგონია რომ უფრო დავიხვეწებ მაგ მხრივ და უკეთესადაც ვითამაშებდი რო რამე. გოგონებიდან ვითამაშობ შენ ყველაზე კარგად. ლენკა. ბიჭებიდან? ლენკა თამაშობს ძალიან კარგად, მაგრამ ლენკა არის ძალიან კაცრი რა, ერთი ეგ არის და ლენკა რო თამაშობს მიშინია, ოღონდ მართლა. არ ვხადაო. აი, გუშინ ვუყურებდი ზუსტად ბოლო თამაშს და ლენკა რო თამაშობს, აი მე ხარ ფშვეში რომ ვუყურებ, მიშინია დაძაბული, მაგრამ აი მგონია რომ კადრში გადმოხტება, ეხლა და რაღაცას მეტყვის და დაბრუნდება რა, ესე, აღო ძალიან დასტოინად რა და ცოტა მე
მეშინია ლენკას, მაგრამ საკაიმოთამაშია ლენკა და ხო. ჩემთვის მაგალითად. აკრუზის და რო ვიყურებს ქობულეთი. სტრეპტოციტი გახსოვს? რამდენი წლის ხარ თუ საერთოდ? მე პატარა ვარ. 22-ის. 22-ის? ხო, ეცებში პატარა. ესე გაგებული მაქვს. არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ვიცი რომ კაი რაღაცეები ხდებოდა მანდ, როცა ქობულეთობდა. აი ბათუმი მაშინ ისეთი არისო და ქობულეთობდა რა. აი ზუსტად კი. მე ვარ უკვე ბათუმის. კი, არა, ეხა უკვე არ მიწინოს არც ერთმა ქობულეთელმა, მაგრამ დღეს აღარ არის. აი ქობულეთი არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ესე ვთქვათ ქუჩა ევროპაში და მადლობა ამ ინფორმაციისთვის არ ვიცოდით. სამაშველო რგოლი, ოღონდ იხვის. მაგრამ მოგიხდებოდა. სამაშველო რგოლი, ოღონდ იხვის. და შენ ხარ სამაშველო იხში? სამაშველო იხში არ ვჯდა არ ვარ კონკრეტულად, მაგრამ ზოგადად კამერა რასაც არა, კამერას თავიდანები აქწერია. ეგ არ არის? ოღონდ იხვის ფორმის. კი, ეგ არის. იხვის ფორმის? იხვის ფორმის. აი, ხო იცი, პატარა ისინი რო არის წყალში ჩასაგდები რეზინის. ანუ პროფესიონალური არ არის, უბრალოდ იხიდება და არა, ჩვენ სამაშველოს უბრალოდ ეს კამერა რო ბავშვებს ვსვამენ. ხო. ეგ კი, მე არ ვარ, მაგრამ ხო ბავშვებს ხო. არ გინდათ სადო? აუცილებლად ვწდი. აი, რო გიყურებ მეძახის. რატო კი მარა ვერ გავიგე რა ვიცი მე ის ჩემი იუმორიც და გაუგებარი არა ეხლა ძალიან მუღამზე ვარ პოდკასტის რა და კიდევ გავუგრძელებდი მაგრამ რა ვქრა ფორმატი არ გვაქვს საშუალებას ასე რომ სასეონოს ამას თამაშ გისურვებ იმედი მაქვს რომ დღეს შავი კარტი იქნები და მე ვიქნები წითელი კარტი კი შავი კარტი იქნები მე ვიქნები წითელი კარტი და არ დაგჭირდება სამაშველო იხვის გამოყენება რა მე მსგავსი მოგესალმებით მეგობრებო მოგენატრეთ მეც ძალიან მომენატრეთ თუ არ მოგენატრეთ მაინც დაწერეთ რომ მოგენატრეთ იმიტომ რომ მე მიხარია და უფასო ადამიანის გახარება როგორ ხართ ლენკა დღე როგორ ლამაზად გამოიყურებით ბოლო ნახევარი საათია ტურზე ისვამს პომადას და თმან დაისწორა მაგრამ თქვენ სულ ლამაზი ბრძანდებით ეს მან დღეს განსაკუთრებით დიდი მადლობა ანანო მე თქვენ ძალიან ლამაზად გამოიყურებით მოგიხდათ კორეის ჰაერი ძალიან მიხარია რომ ჩამოვფრინდე და დღეს თქვენთან ერთად თამაშობ იმიტომ რომ ძალიან მომენატრეთ 8 დღე გადაბოლოდ არ მინახია ანანო და რაღაცნაირად აი დამაკლდი რა და მწვანე ჩაი ჩამომიტანა $22 კორეიდან ძალიან კარგი არის ერთხელ ნაყეთ ეხლა მგონია რომ მართლა კარი მიკროფონი ერთი-ორ სიტყვას ხო ვერ გვეტყოდით თქვენს წინა თამაშზე რაღაც ნაწყენი ჩანდით მახსოვს მე იქიდან გაკვირდებოდი. კორეიდან უყურებდა ანანო, აი გუშინ ვიყავ სანჩინელ ხასიაძე, გუშინ ქართული YouTube-ის მაფიაში თუ ხართ გაწევრიანებულები ჯგუფი არის გეცოდინებათ, თუ არ ხართ გაწევრიანებულები, არ არის გვიანი უნდა გაწევრიანდეთ, ძალიან კარგი ჯგუფი არის, ერთმანეთს უზიარებთ აზრებს. ძალიან ბევრი ცუდი კომენტარი იწერება ჩემზე, რა ვთქვათ, კომენტარი პირადშიც კი შეურაცხყოფაზე გადმოდიან და აი ერთი ისეთი შეტყობინება მივიღე, რომ აი აქ გადავიდა და მეთქი, ხო, არ არის ეს ნორმალური რა. და მე ბევრი მსჯელობის შემდეგ მივხვდი რომ ჩემი თამაში შეიძლება მოგწონდეთ, მაგრამ ჩემი პიროვნება ზოგს ისე არ მოსწონს, რომ აი კარგ თამაშსაც ვერ ხედავენ რა, ხო და მე მინდა ესეთი რაღაც თქვა, რომ მე შეიძლება თამაშში კიდევ გამექცეს და აგრესიული ვიყო, აგრესიული ვარ მკაცრი რა. ხო, მაგრამ მე იმას არ ნიშნავს, რომ მე ადამიანს პირადად არ ვცემ პატივს, როგორც პიროვნებას, რა, ეს არის თამაში. ჩვენ მოთამაშეები შეიძლება მე და ანანო ისე ვიჭხუბოთ, აი ცხოვრებაში არ განახოთ ეგეთი რაღაც თამაში ზურს, მაგრამ როგორც კი მორჩება, ჩაევხუტებით, შუღზე ვაკოცებ, ძალიან მიყვარს. კაია რა, ყველა მოთამაშე მიყვარს, ვინ ჩვენთან დადის. და მე ვითხოვ იგივეს community-სგან, რომ გიყვარდეთ ყველა მოთამაშე, რომელიც მაფიაში მოდის, იმიტომ რომ ეს პროექტი საბოლოოდ მე თქვენთვის კეთდება რა, ანუ ჩვენთვის რო გვინდოდეს კამერებს მიღო ვითამაშებდით, ხო? ხო და რა ვიცი, ცოტა გირჩევდით, რომ მეტად ემპათიურები იყოთ ყველა მოთამაშის მიმართ. ლენკა პირველად წაიკითხა მე მგონი კომენტარები აქამდე არ კითხულობდა და ეს სტრესი რაცაც მე გავდიოდი სულ ეხა პირველად გაიარა და ანანო იმიტომ არ თამაშობდა აქამდე, რომ ისტრესებოდა რა და ანუ მე სუთხასიაძე იყო ხოლმე და ეხა მივხვდი და აი აბსოლუტურად მესმის რა გამიგო ლენკა აქამდე შენ მაგაზე მაღლად გახარ მეუბნებოდა რატო კითხულობ კომენტარებზე ეხლა თვითონ წაუცდა თვალი შევტყვევით ჩემი ჯითუს კუდის თემა გახლავთ ცხელი ზაფხული. პირველ რიგში ჩემთვის ზაფხული ისეთი ცხელი არ იქნება, იმიტომ რომ მივდივართ სიცილიაზე, იქ ვიბანავებთ. ჯითუს კი გონია საქმისთვის მივდივართ, მაგრამ საბანაოდ მივდივართ. მე მივდივართ ეგრევე, მე მივდივართ საბერძნეთში
და ასევე მეგობრებო, როგორ შეიძლება ზაფხული ცხელი იყოს, როდესაც არსებობს ცელსიუსის კონდიციონერები და მე მინდა რომ ცელსიუსის ფავორიტი მოთამაშე გავხდე. შეიძლება არ ვითამაშო ფინალში, მაგრამ მე რა. თავარია ფავორიტი ვიყო და დამიყენოთ თემქაზე. კარგი გათხოვა გაგრილება. თუ შეიძლება რომ მე გავხდე თქვენი ფავორიტი მოთამაშე, იმიტომ რომ გლდანში კონდიციონერი მჭირდება. კონდიციონერი, ორი კონდიციონერი და ჩემს სახლში არ არის კონდიციონერი, ალანო. სახლში არის კონდიციონერი და მე საერთოდ არ მაქვს და 20 ლარიან ვენტილატორს ვინიავებ ხოლმე და აი მე ვენტილატორის კომპიუტერის გაგრილებით გრილდები და ძალიან გტყოთ. კარგი დამიწვეთ. გავსვამოთ თემქაზე კონდიციონერი, თემქაზე ცელსიუსო. კი ბატონო. თქვენი თემაც დღევანდელი G2-ს ქუდეს თემა გახლავთ ღამის ხმაური. ღამის ხმაური. ეს ჩვენმა მეზობლებმა დაწერეს ფულმის მეზობლებმა. აქ ცოტა შევაწუხეთ ხალხი და მე კი ძალიან მეწოდება ეს ხალხი და აი ეგრე ცოტა გახსნები. მე აი არ შემეძლია რა ღამე ხმაური რო ამოდის ხოლმე უბნიდან, აი ვერ ვიცინებ რა და იგივეს უკეთებთ ჩვენს მეზობლებს მერიანოფის 31-ში სადაც არის განთავსებული ფულრუმ მაფია, აი ღამე მაფიიდან გაცხარებული ხალხი რო გამოდის. მე რატო ვიყავი ბიჭო შენ უნდა გადაგემოწმებინა ის. აი ესეთი ლაპარაკები რო არის ხოლმე მეზობლები გვწერენ და გხურავთ. და მართლებიც არიან. კი, აი 100% ვეთახმები, იმიტომ რომ შარშან ზაფხულში რო არ მაძინებდნენ ჩემი მეზობლები და ხმაურობდნენ, ყველაფერი ვქენი რომ იქ ვეღარ გაჭაჭანებულიყვნენ. ხალი გადააწყდა. ხოდა მე ყურის საცობები ვიყიდე ლარად მეგობრებო აბჯეკებში იყიდება. ძამშველის. მოწოდება არის ყოველთვის მე არ ვიცოდი ყურის საცობების შესახებ, სანამ ჩემმა და ქალმა არ მაყიდინა და იცით რა მაგარია თუ ხმაური გაწუხებთ, დედას ვიცავარ უეჭველი გამოიყენეთ. მართლა სერიოზულად ვამბობ, არ გადავალ ვაფშე. ყურის საცობების კომპანიები რო გამოგვეხმაუროთ თუ შეიძლება. არანოს გამოიხმაურეთ, ლარიანი ბარტერი. გამარჯობა, მე ბასტო ვარ. ეს როცა მე ამ წამს გავიცანი ეს ადამიანი და სასიამოვნოა თქო ორივე ერთმანეთს უთხარით. დიდი ალბათობით ეს მოვიტყვეთ, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გვაქვს სასიამოვნოა თუ არა, მაგრამ ეგეთი არსებობს ეგეთი გამოთქმა, რომ გაიცნო ადამიანს გამარჯვება სასიამოვნოა. მაგრამ ნეიტრალური განწყობა მქონდა იმ პროცესში, როცა სასიამოვნოა სიტყვას ვიძახდი და მასაც რა თქმა უნდა. ძალიან გამიხარდება თუ ეგრე არ იქნება და ხო, ეს არის გამარჯობა. მე შენ უფრო ესეთი კომენტარები ეწერა, წავიკითხე იმ დროს რა, რომ მაინტერესებდა. კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, კომენტარებში სეირი მაგრამ მოწონს რა, სეირს იმას შემიხვალე რა, რომ ვიღაცა სხვა თამაშობს, მე მაგრამ მიყვარს, მე სხვა სტატუსებს წერე, რომ თუ როგორ შეიძლება ის, მაგრამ ჩემპიონში მაგრამ ერთობ ხურა ცოტ კომენტარები და ესე ვკითხულობდი ხოლმე და შენზე ეწერა, რომ underrated მოთამაშეა, იცის რომ კარგად ის თამაშია, მაგრამ არაო რა, რაღაცაო, არაფასებენ ისევ. აი, ეგრე არის შენი აზრი. ძალიან კარგი კომენტარი. იუზერი იყო ერთ-ერთი 5830 ფესვის ამ. არ მინდა რომ ვიღაცაზე დამოკიდე, აი ვიქნებოდი შოგუნი ვიქნებოდი, კაი, წამოწებოდი. აი მე დეტექტივობა მინდა. ხო, აი დეტექტივი იყავი. ჯერა შენ დეტექტივობის მიუყვები 8 ნომრის დეტექტივობას, რატო 8-ზე ზის ალბათ არა? ხო, 8-ზე უნდა. ეს არის და ეს. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის ზღვები და ოკეანეები. ჩემი საყვარელი თემაა ზღვები და ოკეანეები. როცა არაფერზე ფიქრი არ მიწევს, რო იცოდე, ზღვებზე ვფიქრობ და ოკეანეები. მე მალე ავითვისებ ხმელთაშუა ზღვას და შენ შეგიძლია ხა დღეს გააჩნია 8 ნომერი როგორი თამაშობს, თუ კარგი თამაშობს, შეიძლება. ასე კი 8-ზე ვჭდები, შო. გადავწყვიტე რა მართლა. მე მაგ როგორია, იცი, ბოდიში რაღაც გუშინ თამაშობთ რაღაცას რა და ჩემს მაგას გავუპუშა ყურსას მე და ვერ თამაშობ, სამი დღე ვერ თამაშობ მეთქი. ეხლა ვიდეოთი ჩაგერთვები მეთქი, შეერთდა, ჩაერთვება თქო და შეერთდა, ჩაერთდა. ამ ეგეთი რაღაცა რა მეძებდი და საიმიკო თამაშდებ, მაგრამ იმკი ვერ ხდება. აი ეგრე ხდება ხოლმე, რა ვიცი, აი ეგრე გელოში ადგას, რომელსაც 10 თამაშია, მოთავ თამაშია და სიცილიაზე შენი ხოდით მოდი ხარ ხო შენ? ანუ მე შოკი მქონდა რაზე, იცი, ეს აუცილებლად უნდა ჩავაქსო, მიუხედავად ისა, რომ სხვა თემაზეა ეს ინტერვიუები. ესე იგი, ლენკა და ელოშა რომ MVP-ები არ არის, შენ გჯერა? მე არ ვიცოდი. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის ესე C, ან C. თემა არის ხუთკუნჭულა. ხუთზე რა მარტო რაზე. ჩემსა, ნახ? აი ვინ არის? ბრავო. ხუთი თითი რო გაქვს, ეგეც როგორი დამთხევა. ხუთი თითი გაქვს, ხუთკუნჭულას აბრა, ხუთიანი გიჭირავს. ხუთი არის ჩემს საყვარელი ციფრი. ხუთიანზე დავждები მე. ხუთი ჩემს საყვარელი ციფრია. 8-ზე ჯდები შენ და რა ვქნა. მე 8-ზე ვждები ბასტახზე. ხუთკუნჭხუთზე რაც მახსენდება ბოლო პერიოდში არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ვეძებ რომ ჩამოსული იუთუბერები დავტოვო.
დანარჩენი 5-ზე არაფერი არ მახსენდება. და ეს თვითონ ზღაპარი? ზღაპარი გენიალური ზღაპარია მართლა, მაგრამ არ დაიჯერება, ხო იცი, ნაბდი არა. არაფერი არ იჯერება ზოგადად. გასაგებია. თუ ბოლოს არ ყმება ვინმე, მე ზღაპრის ისე არ მჯერა. შეგიძლიათ ბოლო ფურცელი მაგეთო, ხო იცი, ციგნის ბოლო ფურცელი თავის მერე შეგიძლიათ დაბრიდო ვინც კიდე დაწერო რა წილში. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ელოშვილი, ადამიანი რომელიც რა ვიცი 12ჯერ თუ 13ჯერ მაქვს ნათამაშები, აქედან 9ჯერ MVP-ის 4-ეულში ვიყავი და ერთ ერთხელ ვერ გავხდი კი არა 11% დავაგროვე პირველად. მოგიკვდე შენ ან მოგიკვდეს ის ადამიანი, ვინც გეზიზღება ყველაზე მეტად. აი, ეს იგივე ვარ როგორც ქორიძე. კარგია, თითოს ხუდი რო მოივითან. დავოიღოთ შორე. რატო ხوار გეძინებ? აივანი, აივაბი, აივანი. აივანი. მაგაზე შუტკა მქონდა მე, ხუმრობა მქონდა მე მაგაზე. მე რა ეგ არის A+ ვენი რა, ანუ აუ, ვა, რა მოიღება, ნახე? გაია კონდეს. ჩემია ის მე ბოლო ისეთი დარჩავ ჩემია. რავი, მე ბალკონი ვიცოდი, მაგრამ ეცოდინება აივანი. ხო, ანუ ბალკონი არ არის რა, ანუ ბალკონი აივანი არ არის. აივანი არის აივანი. ნაყინების ის რო არის, რა ქვია ვენს ქართულად ბიჭო? მარშრუტკა. მარშრუტი? ძალიან მომწონს სამარშრუტო ტაქსი. დიახ. ფურგონი, აი A+ ფურგონი არის აივან რა, ანუ აივან. და მაგით ან შეიძლება აივან გროზნი რა. ვა, ფოაზე ხარ, რამდენი რაღაცა არის და შენ აფერზე დავაი კაფელი ამოიღება და რამე გამიგიწე. აუ მელაპარაკე რა, გეხოცება. არ მოგენა. აივანი, ბიჭო, ნახეთ, აივანი. შენ იცი? არა. შენ ფონცოლმა მთხოვა რა. ბასტოსთან ერთად აღარ დასვაო და მოგიდა სიხარ ჩემთან. რატო? მართლა ვიცი რომ არ არის შანსი, მაგრამ აცალე რა. ხუმრობებს არ იძახია. ბიჭო, არა, შეიძლება რომ რამე გთხოვოს ეგრე ზოგადად რამე ეგეთ ჩემზე, მაგრამ საპაიხული. არ მაქანახი ჰარი პოტერი. მაგრამ რატო იცი რომ ჰარი პოტერი და აბა ეს ჯოხს რო გამოიშვენ ის ხო არ ხარ სპაიდერმენი. სპაიდერმენი ჯოხიანი ვერსია არ მახსოვს ისე ჩვენს. მოკლედ გიოცავთ ვისაც აივანი გაქვთ სახლში, მაგიტომ მოვიღეთ აივანი. რა, აივანზე გახვიდეთ და სახლში მოწევა არ შეიძლება რა, კარგი. მე არ ვეცე მოწევა ცუდი არ მოწევა. მოწევა და არ შეიძლება. არ ეწევი? ხევანდელი ჯითუს კუდის თემა სიცილი. სიცილი ასგარეშე? ლასგარეშე სიცილი, ხო? არა, ასგარეშე სიცილი? ბიჭო, ანუ იდეა ეგ იყო რომ მე სიცილიაზე გადაგვეტანა საუბარი და მარკეტინგულად ძალიან ჭკვიანი ვიქნებოდით მე და ლენკა რომ აქედან აი ვითომ სიცილზე დავიწყეთ ლაპარაკი და სინამდვილეში სიცილია. ეხლა ხო ჩაწერა და მე გავიცინებ და გააჩერდი რა სიცილია. მიდი. გააჩერდი ბიჭო რა სიცილია, კაცო. ძალიან კარგი გადათამაშება იყო რა. მსახიობები ვართ, აქ ვართ ორი ბეტონ მოდი შენი ვარიანტის ჩავწეროთ, რომ იქნება. მიდი, მაიცა. აი, ეხლა რა სიცილია, გადაცემა ჩასაწერე. სიცილია რატო ეს მაინც წავა ყველა ვარიანტში და. აუ, არა, მე მაგრამ წინს რომ თამაშები არ მიფასდება მართლა მწყინს. არა, მესმის, კი ბატონო, მეც მეწყინებოდა. მოქალაქის კარტი ამომდის თან. მეც მეწყინებოდა. შენ დღეში რო ვიყო, მაგრამ მე ნუ ფეხებზე მკიდია ხოლმე. ვინმე თუ რამეს რაღაცა მეტყვის რა, ვერ თამაშობ რაღაცა, კი ბატონო. მე უფრო მიყვარს მაფია ვიდრე შენ რა. კი ბატონო, და შენ პრეტენზიას უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სულ ხარ და სულ თამაშობ და იცი ბევრი რაღაც. ხო, ეს ჩემია ზღვა. რა არის და დევს? ლუდისას ჩელენჯი ვის უწევს ეხლა მე აღარ. ლუდისას ჩელენჯი ელოშას. მომე, არა ბიჭო, არ წაიკითხო შენ. მე არ განახებ რა. ეს 5 შემოიტანა ლენკა. კარგი, ყურებში ჩავიდა ხელს და წაიკითხე შენთვის. აბა რა ვქნა? ესე იგი ლუდისას ჩელენჯი ელოშას. ამაზე კალიგრაფია. ხო. 5-დან ამოიღებ ინვენტარს, რომელსაც ღამე სანამ ყველას ეძინება, გამოიყენებ და გაღვიძებისას კი წრეს დაიწყებს სიტყვებით, რომ მზად ხარ რაღაცის გასაკეთებლად და 600 ლარს ვიღებ ამაში. შენი ვალი მაქვს? 600 ლარს რატო იღებ? იმიტომ რომ წინაზე ნუცამ არ გააკეთა. მე რო 300 ავიღე. ხო, მაგრამ აუ, კაროჩე, იმე გამომეკიდა რა ეს ვინ არის. კარგი, არა, იმსახურებ საშინელებას გააკეთე. ტექსტიც მისახვედრია რატო მომიწია რა. ახლა სპეციალურად არ განახებთ, ახლა განახებთ რომ ჩვენი სპონსორი არის ლუდისა და ლუდისას ოთახში ვართ ახლა ფულუმ მაფიაში. აი გამარჯობა, დაგვავიწყდა თავიდან ეგ. ხო, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გამარჯობა. ამის ნახვა თუ გინდათ? ცუდად ჭირს, კიო, რაღაცა აი. ამის ნახვა თუ გინდათ? ცოტა ასეთ უნდა მექნა.
კეთესია. კარგი. ხო, გიყვარ ვარ თუ კიდევ. ბიჭ, მაფია მაქვს სათამაშო, გასასვლელი. და მიდი დაგაზე, მიდი ძმა, მიდი. აუ.